პარლამენტმა გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა. კანონპროექტის საკანონმდებლო ორგანომა დღეს მესამე მოსმენით განიხილა და 80 მიიღო მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პლენარულ სხდომაზე. მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა. კანონპროექტის თანახმად გრანტების გაცემის შესაძლებლობა ექნება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის წესდების მიზანიცაა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა. ამასთან გრანტების შესახებ საქართველოს კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს ექნება უფლებამოსილება საჭიროებისამებრ გამოსცეს ნორმატიული ან და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. მოხსენებლის ინფორმაციით ცვლილების მიზანი მთავრობის მიერ სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა. მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული. ოპოზიცია ინიციატივას აკრიტიკებს, მართულ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის განვითარებას ხელს შეუწყობს. საბოტაჟი გამოაცხადეს ზოგიერთმა ფონდებმა, რომლებიც ეხმარებოდნენ ქვეყანას გარკვეული პროექტების განხორციელებაში, რასაც ჩვენ ვაქებდით ყოველთვის, მაგრამ ეს იყო მცირე იმასთან შედარებით, რასაც ეს საერთაშორისო ფონდები და დამფინანსებლები გრანტის მიცემები ხარჯავდნენ იმისათვის, რათა გაეძლიერებინათ ის ჯგუფები, ვინც რევოლუციურ პროცესებში ჩაერთვებოდა. იყო პოზიტიურიც, რასაკვირველია. მაგრამ როდესაც იმის გამო, რომ გაბრაზებული ხარ, რომ შენი გეგმა, რევოლუციური გეგმა ვერ შედგა, ამისათვის რაღაცა შეზღუდული შესაძლებლობების პირებისათვის დახმარების, თუნდაც ძირითადი დახმარების ამოღება ხდება, შენი მომავალი საქმიანობიდან. ეს რასაკვირველია საბოტაჟია. ეს საბოტაჟი ჩვენ არ უნდა დავუშვათ. უნდა გამოძებნოთ რესურსები, რათა ყველა საჭირო მიმართულებით საქართველოს თავად მიხედოს, თავად დააფინანსოს ნებისმიერი პროექტი, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნებისმიერი პროექტი.